ფესტივალი ფანარტი გრძელდება კვირაულის ფარგლებში გუშინ ჯაზის საღამო გაიმართავს მენელის წინაშე კონსერვატორიის ჯაზ კვარტეტი და სანდრო ავალიანის ბენდი წარსდნენ ჯაზის დღის კონსულტანტი მუსიკოსი ზაზა მარჯანიშვილი იყო მუსიკოსი კონცერტსაც დაესწრო და ახალგაზრდა მუსიკოსების შემოქმედებად შეაფასა მარტისტების კვირაული წელს უკვე მეორედ ჩატარდა ფესტივალის მთავარი მიზანი ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენაა ფესტივალის ფარგლებში დღეს 8 საათზე ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში მოდისა და დიზაინის დღე მოეწყობა ნიჭიერ ახალგაზრდებს დიზაინერები იკა ბობუხიძე და თეონა თავართილაძე შეაფასებენ ფესტივალი 31 მარტს საზეიმოდ მიხურებ მუსიკოსებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი პროექტები, იმიტომ რომ მე ყოველ წელს ვიღებ მონაწილეობას ფანარტში, წინა წელსაც ვიყავი, ძალიან ვზრდის როგორც მუსიკოსებად, ასევე პიროვნულად. ეს არის დღესასწაული, სადაც ყველა თავისას აკეთებს რაც შეუძლია რა. პლუს მე ამოვიცანი რამდენიმე მუსიკოსის სცენაზე, რომელთანაც ერთად დაკრული მაქვს. და რა ვიცი ძალიან გახარებული ვარ. ერთ-ერთი გამორჩეული საღამო იყო ესეც ჯაზის საღამო. ფანტასტიკურად ჩაიარა და რაც ყველაზე მთავარია იყო ის რომ ჯაზური იმპროვიზაციები რასაც საჭიროა ჯაზისთვის მრავლად გაჟღერდა ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს კონსულტანტ ზაზა მარჯანიშვილსაც.